მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რეალურად მდგომარეობა, რაც 2022 წლის ომის შემდეგ, რუსეთის უკრაინის შემდეგ დაიწყო საქართველოში რაღაცა რუსული კაპიტალის და რუსული სანქცირებული პროდუქციის მასობრივი შემოდინება, ეს მდგომარეობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაუარესდა. უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე წერა დაიწყო მათ შორის საერთაშორისო მედიამ, ამ ყველაფერზე მათ შორის ქართულმა ოცნებამაც მეტი ნათელი მოფინა, ამ ყველაფერს აი ამ შიდა კლანური დაპირისპირებების პროცესში, როცა აღმოჩნდა, რომ დაკავებული ჩინოვნიკები, ყოფილი პრემიერები, ყოფილი სუსის მინისტრები იყვნენ ჩართული სხვა ტიპის კორუფციულ გარიგებებში, მათ შორის რუსული პროდუქციის და რუსული სანქცირებული პროდუქციის შემოტანის ნაწილში და ამაზეც ვისაუბროთ დეტალურად რას გულისხმობ და საბოლოო ჯამში ეს ამ ყველაფერმა ამოხეთქა და დაინახა ყველამ, რომ ის რაც იყო განცხადება 2022 წელს, რომ ჩვენ არ შევუერთდებით რუსულ სანქციებს და რაღაც ეს დემონსტრაციული განცხადება ღარიბაშვილის, ან კი ვინც თხოვდა ინფორმით შეერთებას, როგორც თვითონ ამბობდა, ხო? უბრალოდ ეს იყო განცხადება იმისა, რომ თუ არ შევუერთდებით, არამედ ფიქრით ჩვენ ამ ყველაფერში ჩავერთვებით. ამით ვისარგებლებთ. ხო, ამით ვისარგებლებთ და ამაში ჩავერთვებით. ეს იყო რაც მაშინ ღარიბაშვილმა თქვა და ეს გააკეთეს კიდევაც ქართული ოცნების ერთ-ერთი ხო, დემონსტრაციული პოლიტიკური არჩევანი იყო მაშინ. და პოლიტიკური არჩევანი ეს იყო არამედ დიდი ეკონომიკური, დიდი კორუფციული გეგმა, რაც განახორციელეს და რამაც ეხლა თავი იჩინა უკვე Reuters-ი წერს ყოველკვირა ამაზე ხო მასალებს და ჩვენზე წერს Reuters-ი მასალებს და თავად ასე ვთქვათ ქართულმა ოცნებამაც ეს ვეღარ შეინახა საიდუმლოდ და საბოლოო ჯამში ის უნდა ითქვას, რომ ეს რაც განახორციელეს ეს მიბმა ეკონომიკურად რუსულ ბაზარზე ეს არ აისახა ქართულ მოსახლეობაზე არანაირად. ამ პერიოდში საქართველოსდან 160,000 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში და ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 700,000 ადამიანს გადაცდა და ყველა მიმართულებით გაუარესდა მდგომარეობა, მხოლოდ ფურცელზე გაიზარდა ეკონომიკა და გაიზარდა ამავე დროს აი ამ ჩინოვნიკების პირადი ქონება და უკვე ხედავთ რა მასშტაბზე არის საუბარი. ანუ ისიც რომ ვთქვათ, რომ აი ის დაშვებაც რომ იქნება აი ამ ომის პირობებში ვთქვათ, აი არც სანქციებს მრავალი ვექტორული პოლიტიკა ქონდა, ხო და არც სანქციებს შევერთებოდით ღიად, მაგრამ რაღაცა ტიპის სარგებელიც მიგვეღო და არც რუსულ ბაზარს მივმოდით, ეგეც არ განხორციელდა. განხორციელდა და ყველაზე უარესი ვერსია, რა დროსაც ადგილობრივმა ელიტებმა, ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა მიიღეს პირადი სარგებელი, ხოლო მოსახლეობამ მიიღო ვერაფერი, აქედან გაძვირებული ფასები, გაზრდილი ინფლაცია, გაზრდილი საცხოვრებლის ფასები და ასე შედა გაზრდილი ემიგრაცია. ეს გაზრდილი დამოკიდებულება რუსეთის ეკონომიკაზე, ანუ საკუთარი ეკონომიკის მიბმა რუსეთზე, რაზეც და მაგაზე ბევრი პარამეტრი მეტყოლებს, აი ამ ხა ნავთობპროდუქტებთან ერთად შემიძლია მაგალითად გავიხსენო ბერჯერი მიხსენებია, მაგალითად მანქანების რეექსპორტის რაოდენობა, რომელიც 2021 წელთან შედარებით გაიზარდა 6-ჯერ და თუ კი 2021 წელს მაგალითად რეექსპორტის რაოდენობა იყო დაახლოებით $400 მილიონი, ეხლა არის $2 მილიარდ 400 მილიონი და ექსპორტის უპირველესი ლოკაცია არის ყირგიზეთი და ყაზახეთი 91%. მარტო ყირგიზეთში გადის იმაზე 2-ჯერ მეტი ავტომობილი საქართველოსდან, ვიდრე მთლიანად ევროკავშირში. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილები ყველა მიდის რუსეთში და რა თქმა უნდა, ამ ავტომობილების ასე ვთქვათ, მთავარი რეექსპორტიორები არიან ქართული ოცნებასთან დაკავშირებული პირები, მაგალითად ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომელიც ქართული ოცნების სპორტის მინისტრი იყო და რომელიც ფლობს რამდენიმე კომპანიას, კავკასიას მოტორს და ასე შემდეგ, ხო? ესენი არის მთავარი გამტანები აი ამ ლოგიკურად გადმოდივართ ახლა რაღაც იმ სექტორებზე, სადაც ღრმად ფესვგადგმულია ქართული ოცნების რეჟიმის კორუფცია, ნაწილზე დიდი ხნის განმავლობაში კვლევითი ორგანიზაციები, გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებდნენ და ნაწილზე ახლა თვითონაც გააკეთეს პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებები, როცა შიდა დაპირისპირების შედეგად ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი გახდა. მოდი სექტორულად რომ მოვყვეთ, როგორ მოხდა ეს საქართველოს ეკონომიკის გადაწყობა განსაკუთრებით ომის შემდგომ და სად არის ქართული ოცნების კორუფცია ყველაზე მეტად გამოკვეთილი? საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რა კვლევებიც იწერებოდა კორუფციულ გარიგებებზე, სქემებზე, მჩართულობაზე, ყველაფერი სიმართლე ყოფილა. ლამის შეგრძნება მაქვს, რომ აი ამ თუნდაც ჩემი დაწერილი სტატიები წარსულში ას დამწერე და სხვა მკვლევარები. იყვებიან გამოძიებები სტატიები გადმოღებული აქვს და მათ შორის აუდიტის დასკვნებიც, რომელიც თავის დროზე მუშაობდა რაღაც პერიოდულად, მიყვებიან ამას და ამის მიხედვით მე ხალხს ასე ვთქვათ პასუხისგებაში აძლევენ. ეგ კი არა ღარიბაშვილის წარუდგინის ბრალი დეკლარაციაშიო საჩუქრები ქონდა მითითებულიო და ისე უცნობი წყაროდანო მაგაზე აი უამრავი სტატია არის. ეგეთი არის 308 ჩინოვნიკი, რომელიც მაგალითად შარშანაც კი IDF-ი გამოიძია და მათ შორის მოსამართლეები არიან უპირველესად აი გიორგი მიქაუტაძე და ბევრი კლანის მოსამართლე, რომელსაც პირდაპირ აქვთ ესეთი ტიპის დარღვევები და ეს ხალხის უყოლა გამოსაკვლევია. მაგრამ
რაჟდენ კუპრაშვილმა მეო ვერ დავინახეო ამ ყველაფერშიო ვერანაირი დარღვევაო და მე მან რაშიც ვერ დაინახა იმის გამო და პასუხისგებაში მიცეს ირაკლი ღარიბაშვილი. ალბათ არც ისე მშვიდად გზნობს თავს ახლა რაჟდენ კუპრაშვილი. ნუ ხო რაჟდენ კუპრაშვილი რეალურად რეჟიმის ქვეშ როცა რაჟდენ კუპრაშვილი ჭანჭიკი არის ამ რეჟიმის და უფრო დიდი პოლიტიკური არარაობა არის ვიდრე ისინი ვისაც ახლა მათ შორის პოლიტიკურ დევნაში უშვებენ. რაც შეეხება სექტორებს, აი მაგალითად გრიგორ ლილუაშვილის მაგალითზე შეგვიძლია კარგად ჩავშალოთ ეგ ამბავი. რამდენ სექტორში ქონდა ამ კაც ბიზნეს ინტერესი. მას გრიგორ ლილუაშვილის გარშემო დააკავეს ასე თქო სამი მნიშვნელოვანი ადამიანი, ეს იყო ბიჭიკო პაიკიძე და მისი პარტნიორები, ეს იყო კობა ხუნდაძე და რაღაცა მისი გაქცეული ძმა, რომელიც მნიშვნელოვანი ჩინოვნიკი იყო და ეს იყო ანდრია ლილუაშვილი. სამივე ეს ადამიანი იყო დაინტერესებული რამდენიმე ბიზნეს სექტორში. მაგალითად ბიჭიკო პაიკიძე იყო ადამიანი, რომელიც აშენებდა გზებს და დაახლოებით 70 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო ამ პერიოდში. ის იყო აგრეთვე ქვის კარიერის მომპოვებელი, ეს კარიერები ჰქონდა ვანის მუნიციპალიტეტში, საიდანაც არის გრიგორ ლილუაშვილის და ეს იყო კიდევ ერთი მისი დაინტერესება. ისინი აპირებდნენ ვერ მოასწრეს ჰესის აშენება იგივე ვანის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აგრეთვე მაინინგისთვის გამოიყენებდნენ, იმიტომ რომ ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, რომ რა ჰესებით შენდება, იმის უმეტესობა აბსოლუტურად არის გამოყენებული მაინინგისთვის საქართველოში ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიერ. რაც შეეხება ანდრია ლილუაშვილს, 14 კომპანიაში აქვს მას ან დირექტორი არის, ან წილს ფლობს, აქედან ნახევარი არის ნავთობშემომტანი კომპანიები და რა თქმა უნდა საუბარი არის რომ რუსული იაფი და სანქცირებული ნავთობპროდუქტების შემოქმედა ამ კაც საზღვარზე. აღსანიშნავია ქონდა მას ორი კომპანია, რომელიც აშენებს კორპუსებს, დეველოპერული კომპანია და ის ასევე წილს ფლობდა დიდუბის ავტოსადგურში. ეს უკვე 6 სფერო გამოვიდა ბიზნესის. ის უნდა აღინიშნოს, რომ აი ამ სანქცირებულ მაგალითად ნავთობს, რომელიც შეიძლება შემოქონდა ანდრია ლილუაშვილს, საზღვარზე ატარებდა მესამე დაკავებული კობა ხუნდაძის მა ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე და საბაჟოს ვთქვათ მიმართულების კურატორი შემოსავლების სამსახურში. და ეს ყველაფერი იყო აწყობილი გრიგორ ლილუაშვილის გარშემო. ამაში იყო ჩართული მაგალითად ირაკლი ქარსელაძეც, რომელიც იყო ინფრასტრუქტურის მინისტრი, რომელიც არის გრიგორ ლილუაშვილის მეჯვარე და მისი კურსელი და აი იგივე მაგალითად წერახსენებული ბიჭიკო პაიკიძის მოგებული ტენდერები, აქ შემსყიდველი ყოველთვის იყო ან ირაკლი ქარსელაძე, ან მაგალითად ვანის მუნიციპალიტეტი, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო გრიგორ ლილუაშვილის სხვა ბიძაშვილი ალექსანდრე ლილუაშვილი. ანუ ეს ხალხი სულ ყველა ვინც ლილუაშვილის გარშემო ტრიალებდა, რომლებიც ნაწილი იყო ჩინოვნიკები და მაღალი თანამდებობის პირები, ნაწილი იყვნენ მდიდარი ბიზნესმენები, სულ ყველა არის ან მისი კურსელი, ან მისი ჯგუფელი, ან მისი მეჯვარი, ან მისი ნათელმირონი. ბიჭიკო პაიკიძე მის ნათელმირონია. ვლადიმერ ხუნდაძე აგრეთვე კურსელი არის გრიგორ ლილუაშვილის და გრიგორ ლილუაშვილი იქეთ იყო მისი მეჯვარე. ანუ ეს ხალხი არის ერთი ოჯახის. ანდრია ლილუაშვილი ნათესავე. ანდრია ლილუაშვილი მისი ბიძაშვილი არის, ამას გვარიც გვიდასტურებს მარტივად. ხო, ანუ ეს არის აი ამ კაცის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ჰქონდა ინტერესი დეველოპერულ სფეროში, ნავთობპროდუქტებში, ჰესებში, გზების მშენებლობაში, ასე ვთქვათ, დიდუბის ავტოსადგურში, ან დაახლოებით 5-6 ამაში. ამავდროულად ხელმძღვანელობდა და უსაფრთხოების სამსახურს და საბაჟო სამსახურს, აგრეთვე ვანის საკრებულოს, თლიანად მუნიციპალიტეტს, ხუნდაძეების სამტრედიელები არიან, შესაბამისად სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც ჰქონდა მის გავლენები ადგილობრივ მთავრობაში. დასავლეთ საქართველოზე მნიშვნელოვან ნაწილზე პატრონაჟით ასე ვთქვათ. მნიშვნელოვნად იქეთ. ნუ ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა იყო ამ კი, ნუ მაშინ რეჟიმის ერთ-ერთი არქიტექტორიც, რაზეც იდგა ეხლა. აბსოლუტურად. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რომ გრიგორ ლილუაშვილი, ან თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი არ არის ამოვარდნილი რაღაცა მთლიანი ამ კორუფციული სქემიდან. ეს არის აი ამ ივანიშვილის ბიზნეს, უბრალოდ კორუმპირებული, კორუფციული იმპერიის ნაწილი, რომელიც ეხლა უბრალოდ სააშკარაოზე გამოვიდა თავად ქართული ოცნების გამოძიების მიერვე და ყველა ადამიანი, ვინც დარჩენილი არის ქართული ოცნებაში და ვის ხელითაც ის ივანიშვილი აი ამ რეპრესიებს ახორციელებს, ზუსტად აი ამ იმპერიის ნაწილი არიან. კახა კალაძეც, რა ვიცი, ანაზორ ბოლქვაძე, ბექა უდეშარია, გოჩა ენუქიძე, აი ნებისმიერი. კახა კალაძეს საკითხიდაც არის ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ მის გარშემოც თითქოს ეს ყულფი ვიწროვდებოდა, ძალიან ბევრი საქმე იყო მასთან დაკავშირებული, ან წარსულში მათ შორის რაღაც კორუფციული შემთხვევების შედეგად დაკავებებით. როგორ გამოძვრა ეს ამ ეტაპზე, ესეც საინტერესოა. ორი ამბავი არის, როგორ გამოძვრა კახა კალაძე, რა ინფორმაციაც ვრცელდება საჯარო და არასაჯარო წყაროებში, ხო? ერთი ის არის, რომ ის დათანხმდა იმ ფულის გადახდას, რაც მისგან ივანიშვილმა მოითხოვა, განსხვავებით ღარიბაშვილისგან, ლილუაშვილისგან, ბაჩიაშვილისგან, რომელიც აგრეთვე მსგავსი კეისი ამ ნაწილში, რომლებიც არ უხდიან ფულს ბიძინა ივანიშვილს და იგივე გრიგორ ლილუაშვილიც ამბობს თურმე ასე
ღარიბაშვილმა რო ითანამშრომლა, ეს არ შეიძლება. აი თანამშრომლობა თუ არა. ვერ დავეყნობით. არაფერი ძალიან არაგამჭვირვალედ მიდის. არ ეთყობა ჯერჯერობით არაფერი თანამშრომლობს, იმიტომ რომ მასთან გარემოცნობა ყველა დაუჭირეს ის რომ გარეთ დატოვეს, ეგ ანიშნავს რომ ის თავისუფალია, ეს უბრალოდ სავარაუდოდ რაღაცა იმიჯის გაფრთხილების ამბავი იყო მაინც, თორე მის გარშემო სულ დაიჭირეს ვინც ჩართული იყო ელექტორატში როგორი რეაქცია იყო. იმიტომ რომ მაგალითად ჯუანშერ ბუჭულაძის დაკავება ნიშნავს არაფერს ქართულ ოცნების სამმართველისთვის, მაგრამ ის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება ან კახა კალაძის დაკავება ნიშნავს რაღაცას. ღარიბაშვილის კიდევ უფრო მეტად ალბათ, რომელიც ყველაზე რომელიც სახე იყო ქართული ოცნების, ხო? რაც შეეხება კახა კალაძის, ხო, ერთის მხრივ დათანხმდა ამ თანხით გადახდას, მეორეს მხრივ კახა კალაძემ შეინარჩუნა ის საჯარო პოსტი, რაც ჰქონდა წლების განმავლობაში თბილისის მერი გახდა ისევ, აი ამ რაღაცა არჩევნების მეშვეობით, რომელიც ქართულ ოცნებამ თავისთავად ჩაუტარა და ესეც გარკვეული გარანტია არის, ხო, იმიტომ რომ არჩეული მერის დაკავება, ხა როგორი სისტემაც არ უნდა იყოს, რანაირი ავტოკრატიაც არ უნდა იყოს. შეუძლებელი არაფერი, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ფული უკან დიდი დროა. ესე რომ ღარიბაშვილმა რო უკან არ მიიტანა ფული ან ამას არ დათანხმდა, რაღაც ეგეც ცოტა წარმოუდგენლად გამოიყურება. თითქოს რაღაცა უფრო მეტი არის მის წინააღმდეგ, მაგრამ რთული ასე კითხაობა, მაგრამ გააჩნია რამდენი სიტყოვდნენ. ეგეც და ისიც არის. ჩვენ გავიწყდება რომ ამ ადამიანებმა ჩვენზე კარგად იციან ბიძინა ივანიშვილის ბუნება, რომელიც არის გადამგდები თავისი არსებით და იგივე გრიგოლ ლილიაშვილის თურმე მაგას ამბობს რომ ამ ფულს იმიტომ არ მიიტანს რომ აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც დაიჭერს. ისევე როგორც ალბათ არც ბაჩიაშვილი არ ამხელს იმ კოდებს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ გამოუშვებს იქიდან სადაც ხა ჩასმული ყავს. ხო, ანუ ეს ბიძინა ივანიშვილი მარტო პოლიტიკაში და გეოპოლიტიკაში კი არის გადამგდები, ადამიანური თეთრობაშიც გადამგდები არის და ამათმა ის ყველაზე კარგად იციან. ამიტომაც, ნუ არ ვიცი ხა რა რისკზე არიან წასული და რა გათვლა აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს, ივანიშვილთან გარიგება უფრო უარესია, ვიდრე ის რაც ეხლა მათ თავს ხდება და დაუჯეროთ ამ ხალხს რაღაცაში მაინც ეგ კარგად მაინც იციან ჩვენზე უფრო კარგად ივანიშვილი. არავისთან გარიგებას არ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი ახლა ჩვენ ფლანგს თუ გულისხმობ, რაღაც არანაირი ნაბიჯი არ გადმოუდგამთ მათ არც ერთ ეტაპზე მინიმალური რაღაც ჩვენთან არა საუბარი თავის ყოფილ ჩინოვნიკებს. ხო, აი და წეგან აღწერდი, რამდენად ღრმად მიდის ეს კლანები და სხვადასხვა ბიზნესში ინტერესები და ასე შემდეგ. ანუ ეს ნიშნავს, რომ იქ ბევრი ადამიანია, ხო, ამას ჩართული. ერთ საინტერესოა რა ჩაანაცვლებს ამ ხელა ინტერესებს. ეს და მეორე რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება ქონდეს ამდენი ადამიანისთვის მოშლას აი ამ ტიპის კონტრაქტის რაც ქონდა ხო ბიძინა ივანიშვილს. გეთანხმებით. ფულის კეთება მის ქვეშ ყველა დონეზე ადამიანებს შეეძლოთ ხო რაღაც გულისხმობ იმათ ვინც ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული. ეგ კონტრაქტი იყო ასე. კი, კონტრაქტი იყო და ეს იყო დიდი იმპერია, კორუფციული იმპერია, რომელიც ქართული ბიუჯეტის და რესურსების სარგებლობის და ექსპლუატაციის ხარჯზე პირად კეთილდღეობას იმდიდრებდა. არის მოსაზრებები და მესმის ხოლმე რომ ამით არაფერი არ უზიანდება ივანიშვილის რეჟიმს და ჩაანაცვლებს ვიღაცას X, Y-ით და ეს არაფერს არ ცვლის და ის ისევ იმყარებს ალაუფლებას და უფრო ძლიერდება. ეს ჩემი შეფასებით არის მცდარი მოსაზრება. არანაირად არ ძლიერდება, იმიტომ რომ გასაგებია რომ ქართული ოცნება და მისი რეჟიმი არის ივანიშვილზე პერსონალისტურად აგებული ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ თლად ასეც არ არის ეგრე პერსონალისტურად აგებული მარტო ერთ ადამიანზე არაფერი არ არსებობს. ყველა ეს ადამიანი იყო ადგილობრივი მნიშვნელოვანი გავლენის, ფეოდალი, რაღაცა რეგიონული გავლენის, რაღაცა ლიდერი, ელექტორალური გავლენის ლიდერი, ღარიბაშვილის ელექტორალური გავლენის იყო. გრიგოლ ლილიაშვილი, რა ვიცი, ვანის მაჟორიტარი იყო, მოუგია ვანში არჩევნები, შედარებით ნორმალური არჩევნებიც კი. თორნიკე რიჟვაძეც აჭარაში თავის გავლენის იყო. ყველა ეს ადამიანები ხო ისაც დაეტაკა და დაიჭირა და გვერდზე გაწია, ეხლა მაგალითად ვანის ახალ მთავრობაში, რომელიც აირჩიეს 4 ოქტომბერს, აღარავინ აღარ არის ლილიაშვილის გავლენის. მაშინ როცა წინა წლებში მისი ბიძაშვილები საკრებულოს თავმჯდომარეები იყვნენ და სხვა წარჩინებულ პოსტებზე იყვნენ. ხო, ანუ ყველა ეს ადამიანი გვერდზე რო არის გაწეული, განაწყენებული რო და შეშინებული რო არის აი ამ რეპრესიების ფონზე, რაც ივანიშვილმა მოუწყო. ეს მხოლოდ და მხოლოდ ასუსტებს ივანიშვილის რეჟიმს. გასაგებია რომ ამის შედეგები ეხა უცებ დღეს არ დაგვინახავს და ხვალ და დილასაც არ იქნება სავარაუდოდ ესე თვალნათლი, მაგრამ მთელი რაღაცა ლოგიკა და მთელი ანალიზი ამ ყოველფრის იმაზე მეტყველებს, რომ ამით ივანიშვილი სუსტდება. როგორც მინიმუმ ამ პროცესში მას უფრო მოწყვლაც ხდეს, ხო? მას უფრო მოწყვლაც ხდეს და ამავე დროს უფრო მეტი ადამიანი. ნახეთ, ერთი ადამიანიც არ იქნება ისე. საწყისი კითხვიდან დავიწყოთ, რატო დაიწყო ამ ფულის ამოღება, ხო? რატო დასჭირდა? აი მაგასაც ვიტყვი, ეგ ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ ეს კაცი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ, ის ვერ განკარგავს მისი ქონების მნიშვნელოვან ნაწილს. გასაგებია რომ მილიარდელი კაცია და 6-დან
თან 3 მილიარდს თუ ვერ განკარგავს 3 მილიარდით ისე მდიდარია, მაგრამ ეს ასე არ იზომება. და პერსპექტივაში შეიძლება ბევრად მეტად დაზიანდეს და სანქციები. ეს იმითი არ იზომება, რამდენი დარჩა მას განკარგვის არეალში. ის იზომება რა ტენდენცია არის მის მიმართულებით. ტენდენცია არის ის, რომ სანქციები იზრდება და იზრდება, რაც იყო არ მოეხსნა, მოგებული $800 მილიონი ვერ დაიბრუნა შვეიცარიულ ბანკს რაც მოუგო. ის ქონება რაც აქვს ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ვერ განკარგავს თავისუფლად და ვერ გადაადგილებს ამ ყველაფერს. ერთი ნახატები შემოიტანა მარტო და მაგის მეტი არა, ვერაფერი ვერ მოახერხა მნიშვნელოვნად და ამ კაცს აქვს მათ შორის ფულის დეფიციტი მნიშვნელოვანი. გლობალურად ტრამპის სანქციებისკენ განწყობილი გახდა რუსეთის. ტრამპ არ მოუხსნა სანქციები. ეგეც უნდა ვიცოდეთ, რომ ტრამპი რომ მოვიდა ხელისუფლება უბრალოდ 20-იანობის მერე, მან რამდენიმე ადამიანს, მათ შორის უნგრელ ჩინოვნიკს და კიდე სამხრეთ ლათინო ამერიკაში ვიღაცებს მოუხსნა სანქციები, რომელიც ხონდა მანამდე ბაიდენს დაწესებული და ბიძინა ივანიშვილს არ მოუხსნა ეს სანქციები, იმიტომ რომ გასაგები არის ტრამპის ადმინისტრაციისთვისაც კი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის გეოპოლიტიკურად შეუთავსებელი არა თუ ამერიკის ინტერესებთან, არამედ რა ვიცი, ქართული ინტერესებთან შეუთავსებელი არის, რასაც ესაკეთებს და ამიტომ ეს კაცი ამ გასაჭირში არის ნამდვილად პოლიტიკური და რა ვიცი, ეკონომიკური კეთროვანი არის, შესაბამისად აი ეს ფულის საჭიროებაც გაუჩნდა, პლუს არენდობა ამ ადამიანებს, არც გომელაური, არც ღარიბაშვილი არ არის სანქცირებული დასავლეთის მიერ და მათ მიმართ გარკვეული ეჭვიანობა აქვს. ეს მეორე პოლიტიკური განზომილება არის ამ ყველაფერს. ვინ სანქცირებული არის, მაგალითად რა ვიცი, გომელაური, რომელიც აგრეთვე გაუშვა და დასაჯა, მას მსგავს რაღაცას არ უკეთებს რასაც. თან ახლა დაწინაურებულ კლანს თავისი ამოცანები აქვს, ხო, კონკურენტებთან მიმართებით და თუ კი ამხელა პასუხისგებლობას იღებს პირობითად ირაკლი კობახიძე რაღაც ისტორიულ მოღალატეობრივ პასუხისგებლობას, რაღაცა ტიპის სივრცე მოქმედებისთვის კონკურენტების წინააღმდეგ იგი ზუსტად ეგ კომპონენტის მნიშვნელოვანი ირაკლი კობახიძე აი ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ზის მისი ივანიშვილის ყურში და ეუბნება განტევების ვაცებს, ვინები არიან, რომლებიც ხელს უშლიან მისი ძალაუფლების გამყარებას და რა თქმა უნდა ის ეუბნება იმ სხვა კლანის წარმომადგენლებს, რომლებთანაც ის აქამდე კონკურენციაში იყო მუდმივად და მაგალითად ღარიბაშვილი და კობახიძე მუდმივად კონკურენციაში იყო ერთმანეთთან, ლილუაშვილი და ისეც კობახიძის კონკურენციაში იყო და ისე მოხდა, რომ ამ ეს კაცი ხა აი ამ რაღაც კლანების დაძირვასაც ახორციელებს ივანიშვილის თანხმობის და ივანიშვილის შემდეგი ნიჩაბზე რომ შენ ხარ ან თითქოს ლოგიკურად უნდა ესწროს დინარაძეს თუ კობახიძეს. იმასაც თulis ალბათ კობახიძე რომ ეხა სხვა თუ არავინ აღარ დარჩება. კობახიძეს ამ ნიჩაბიდან ვერ მოისვრის ივანიშვილი და ალბათ ეგ გათვლაც აქვს. არა, ივანიშვილს რა გათვლა აქვს, მან ეგ არის საინტერესო, იმიტომ რომ დივერსიფიცირებული ქონდა ხოლმე მის ქვემოთ ძალაუფლება თუ სხვადასხვა ტიპის ინტერესები, თითქოს ერთმანეთის დამაბალანსებლად. და ახლა როცა ესე ერთი კლანის ხელში ხდება ყველაფრის მოქცევა, ეს მისთვისაც ძალიან არაპოპულარული კლანის ესეც უნდა აღინიშნოს. ხო, არაპოპულარული კლანის და ხო, ნახეთ მეორე ალბათ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ნახეთ, რამდენადაც კობახიძე თulis რომ მაგალითად ივანიშვილი ვერ მოიძულებს, იმიტომ რომ სხვა კლანი აღარ იქნება დარჩენილი მის გარდა. ამავე დროს ალბათ ბიძინა ივანიშვილი იმასაც ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე იმდენად გაკოტრებული კლანის წარმომადგენელია, მათ შორის ელექტორალურად, და ის მის ნებასრულს ვერ გაექცევა და მის წინააღმდეგ ვერაფერს ვერ გააკეთებს. ანუ ამ კალკულაციებში არიან სავარაუდოდ. ეხლა ივანიშვილი შეიძლება ისიც გონია, რომ ამებს ჩაანაცვლებს ამ ხალხს, ვინც გაწია და ვიღაცებს წამოწევს. ისეთებს, ვინც აქამდე არ წამოუწევია, მაგრამ როგორც აი ამ განახლებულ მინისტრთან მთავრობაში ნახევარზე მეტი არ ვიცით ვინები არიან, ისე არ გვეცოდინება ის ხალხი, ვისთაც აპირებს ამ მნიშვნელოვანი ფიგურების ჩანაცვლებას, ხო, რომელიც გვერდზე გაწია. ანუ ნახეთ, ივანიშვილი რაღაც მიმართულებით შეიძლება რაციონალური აქტორია და მას აქვს რაღაცა ეს ცოტა მტაცებლური ინსტინქტები, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში ის საკმაოდ ცუდ მის კალკულაციებს აკეთებს, როგორც გეოპოლიტიკაში, ასევე შიდა პოლიტიკაში და აქაც აი ძალიან სასახალ ჩანს, რომ ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეხლა მათ შორის ხატიაც რაზეც საუბრობდა, როგორც ჩანს, რადგან ამდენი წელი და მათ შორის არც ბაიდენის პირობებში არ იყო სანქციები ნავთობის სექტორის მიმართ, არსებობდა მოლოდინი, რომ არც იქნებოდა. მithwe ბაიდენთან თუ არ იყო, ტრამპთან ბევრად უფრო მეტად ელოდნენ, რომ დაალაგდებოდა, ასე ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტი. ისიც გამოიყო, რომ იქ ვიღაცა დონორთან, რესპუბლიკური პარტიის ვიღაც დონორთან, ფრონტერას მფლობელთან, ხო, რაღაცა, ხო, რომ თითქოს ამით შეეცადა, რომ ეგეთი გავლენიანიც არ არის ეს აქტორი. თქვით ამას ერთ გადაცემაში, რომ არც ისეთი დიდი შემოწირულია რესპუბლიკური პარტიის, რომ ეგეთი მნიშვნელოვანი გავლენა ქონდეს. ამიტომ ხო, ანუ ცდილობს ივანიშვილი, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ რომ ის ვერ ხვდება იმ გეოპოლიტიკურ. თუმცა მეგობარი აქტი რო შეაფერხა, ნუ ამ რაღაცნაირად შეფერხდა, უბრალოდ მან შეაფერხა, არ არის სწორი ფორმულირება. ნუ მაგას მაინც ალბათ ითვლიან წარმატებად. ითვლიან წარმატებად, მაგრამ ნუ ეგ არაფერს არ ასვლის. უფრო იქ ამერიკაში შასტაუნის ანუ პრობლემა უფრო არის. ანუ სანქციები ადევს და სტრატეგიული პარტნიორობა გაწყვეტილია და ეს მეგობარი აქტის
კრიტიკის გარეშე მწვავესი მდგომარეობა აქვს მას და ერთადერთი რის გამოც ელჩი დაიბარეს, კი ვიცით რომ დაკავშირებით სუსის ხელმძღვანელის გამოწვეული სკანდალი. განცხადებით რომ სკანდალს გამოიწვევს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი. არ ყავართ იმ ადმინისტრაციას, ეგეც დადასტურდა მაგ-ფრივ და ხა ის რო ჯერ არ განუხორციელებიათ რაღაცა უფრო მკივნეული ნაბიჯები რეჟიმის წინააღმდეგ, ეგ არნიშნავს რომ ეგ არ მოხდება და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს რომ ეგ მოხდება. უბრალოდ გეოპოლიტიკურად ცოტა რაღაცა სხვა რაღაცებიც ხდება და ამ ყველაფერს დრო სჭირდება. მაგრამ ეგ ჩვენ არ გვიცვლის იმას, რომ აქ ჩვენი წინააღმდეგობა და ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ აქციაზეც ვისაუბროთ გადავალზე და ამით ავასრულოთ. 1 საათში 7 საათზე უკვე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. დღეს არის 1 წლის თავი არჩევნები საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან და დღეს კიდე ერთი დიდი მანიფესტაცია არის დაგეგმილი რუსთაველის გამზირზე. ამ გადაცემიდან პირდაპირ მანდ მივდივარ და ყველამ უნდა იცოდეს და კიდე ერთხელ დასტურდება და კიდე მრავალჯერ რომ მსგავს აქციებს, მსგავს შეკრებებს და იმ მსგავს პროტესტს აქვს თავისი დიდი შედეგები. და თავისი დიდი შედეგები რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მის შიდა ლეგიტიმაციის არ ქონასა და მის საერთაშორისო იზოლაციაში, რომელიც ვერადავ ვერ გაირღვა. ყოველი დღე არ აქვს მნიშვნელობა 500, 5000 თუ 50000 ადამიანი იდგება რუსთაველზე, ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, ყოველი ადამიანი იქ არის მნიშვნელოვანი და ამ პროტესტს აქვს თავისი შედეგები. გასაგებია რომ რეპრესიების კორიენტელია, გასაგებია რომ რესურსები რაღაცა უფრო ცოტავდება და ბევრი პრობლემები იქნება აქეთ ხარის, მაგრამ ივანიშვილიც კიდევ უარეს მდგომარეობაში არის ბევრი მემართულებით. რეპრესია არ იქნებოდა, თუკი წინააღმდეგობა არ იქნებოდა მარტივად რო ვთქვათ. ხო, კი ბატონო, ასე რომ დღეს დიდი შეკრება არის, მე აქედან პირდაპირ მანდ მივდივარ და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ პროტესტს აქვს შედეგი, ამ პროტესტს უნდა გაგრძელდეს და ამაში ყველამ ჩვენი მონაწილეობა უნდა და ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ, როგორც შეგვიძლია. საბოლოო ჯამში აუცილებლად გავიმარჯვებთ, დარწმუნებული ვარ, ამაზე ნიშნებს რა ვიცი ყველა კრიტერიუმი რაც კი შეიძლება ავიღოთ საზომად როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ დონეზე.